მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით და მე კვლავ თქვენთან ვარ. კვლავ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ და გეტყვით, რომ თქვენი უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თითოეული კომენტარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. და დღეს მე თქვენთვის მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა. ვინ ან რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? ვნახოთ რა გიშლით ხელს, რომ მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ წარმატებას. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტზე და ვნახოთ რა არის ის ბარიერი, რაც თქვენ გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. პირველი ვარიანტი, როგორ ენერგიებში ხართ ახლა? ჩემი ლაბრადორიტი ულამაზესი. პირველებო და მეორე ვარიანტი, რა ენერგიებში მეორე ვარიანტი? და მწვანე ავანდურინი. აბა, ნახოთ, კონცენტრირდით, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი, მეორე ვარიანტს გადავდებ. გეტყვით მეგობრებო, რომ როდესაც გაშლას ნახავთ, თუნდაც იყოს წლები გასული, თვეები, არ აქვს დროს მნიშვნელობა. გაშლა სწორედ იქიდან იქნება რეზონირებადი, როდესაც ამ ვიდეოს გახსნით და მოусმენთ. ვინც ავირჩიეთ ლაბრადორიტი? მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. დაბნეულები ხართ? არჩევანის გაკეთება გიჭირთ? შეიძლება გახვიდეთ თუ არა კონტაქტზე, ან გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი, სწორედ აი ამაზე იყოთ კონცენტრირებული, ან გიჭირთ, შეიძლება გიჭირთ კონცენტრირების მოხდენა ამა თუ იმ საქმეზე, რაღაც რამოდენიმე, შეიძლება პირველებმა რამოდენიმე საკითხი ჩაიფიქრეთ აქ და მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი არ გაქვთ ჩაფიქრებული. მაგრამ როგორც გითხარით, შეიძლება აქ თქვენ კონცენტრირება მოახდინეთ პირად ურთიერთობაზე, სადაც ცოტა დაბნეულობაა და გაურკვეველი სიტუაციაა. კარგით, ეს არ არის პირად ურთიერთობებზე გაშლა, ამიტომ მეგობრებო, მოდი ვნახოთ, ვინ ან რა გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს. მეგობრებო, წარმატების მიღწევაში პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენივე თავი გიშლით ხელს და რატომ ახლა აგიხსნით მე. იმიტომ რომ ბლოკავთ შემოსულ შანსებს, თქვენს ცხოვრებაში შემოსულ შანსებს თქვენ თვითონვე, რადგან არ აქცევთ ყურადღებას მას. თითქოს მას ზურგს აქცევთ. არადა რეალურად. შეიძლება ეს ის შანსია, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მეგობრებო, შეიძლება აქ ვერ აკეთებთ არჩევანს ორ მამაკაც შორის და გიჭირთ ძალიან აირჩიოთ რომელიმე მათგანი, ან
თქვენ არიცით წახვიდეთ ახალ გზაზე და დაანებოთ თუ არა იმ ძველ პირად ურთიერთობას დააღწიოთ თავი. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იყოს, მაგრამ როგორც გითხარით, თქვენ თვითონ თქვენი სევდიანი აპათიური განწყობით, ნეგატიური ფიქრებით თქვენ თვითონვე ბლოკავდეთ თქვენს წარმატებისკენ მიმავალ გზას. მაგრამ შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენგანს ახალ გზაზე წასასვლელად ბარიერს გიქმნიდეთ ვინმე მამაკაცი. მოიხედეთ, ვინ არის ეს მამაკაცი. შეიძლება თქვენი პარტნიორია, ეს მამაკაცი ან ყოფილი პარტნიორია. ნახოთ, რა ბლოკავს თქვენს წარმატებისკენ მიმავალ გზას. კიდევ გეტყვით მეგობრებო, რომ შეიძლება სწორედ ის, რომ თქვენ პირადი საკითხები არ გაქვთ მეგობარ მამაკაცთან ან პარტნიორთან დალაგებული, ეს გაართმევთ თქვენ დიდ ენერგიას და თქვენ ენერგია აღარ კმარად იმისთვის, რომ წარმატებით მიაღწიოთ ამა თუ იმ საქმეს. რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? რა ბლოკავს თქვენს წარმატებას? ფიქრები, მეგობრებო, აკონტროლეთ თქვენი ფიქრები. ფიქრს აქვს ძალიან დიდი ძალა, მეგობრებო. გაუშვით პოზიტიური ფიქრები სამყაროში, რათა თქვენ მოგეცეთ ახალი შანსი. ერთი ნაბიჯი გაკლიათ წარმატებამდე, მეგობრებო. ერთი ნაბიჯი, მაგრამ მოიშორეთ აი ეს ფიქრები. უკვე იმ ეტაპზე ხართ თქვენ, როდესაც მიხვდით, რომ დროა გათავისუფლდეთ აი ამ ნეგატიური ფიქრებისაგან, გადადგათ ნაბიჯი ემოციებით, ემოციურად დაიჯეროთ, რომ წარმატება სულ ახლოს არის და ჩაიხსნათ ეს ნეგატიური ადამიანები თუ ისინი, ვინც თქვენგან ენერგიას იღებენ, გართმევენ თქვენს ენერგიას როგორც პოტენციალს, რომ მიაღწიოთ გარკვეულ წარმატებას. ერთი არკანითაც ვიკითხავ, რა გართმევთ წარმატებისკენ მიმავალ ენერგიას თქვენ. დროა გამოხვიდეთ ჩაკეტილობიდან, მეგობრებო, დროა გამოხვიდეთ. მესმის აქ მიჩვენებს, რომ გაიარეთ ძალიან რთული პერიოდი და სწორედ აი ახლა მოვიდა დრო, რომ იმ ფერფლიდან აღდგეთ ფენიქსივით, რომელშიც დაიფერფლეთ და აი ის გამოცდილება, რაც თქვენ გაქვთ, გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ. თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ უკვე დაგროვილი, ძალიან დიდი ცოდნა გაქვთ და დრო მოვიდა, რომ გამოიყენოთ ეს ცოდნა. შეიძლება, მეგობრებო, მოვიდა დრო, რომ გასცეთ ეს ცოდნა, ვისაც სჭირდება მათზე. იმიტომ რომ რეალურად თქვენს გარშემო მყოფებს ნამდვილად ჭირდება თქვენი ცოდნის გაზიარება. აქ თქვენ წარმატებისკენ მიმავალ გზას, რომ ჩამოვაყალიბებთ, გიბლოკავთ ის, რომ ხართ დაბნეული, სამყაროსგან შემოთავაზებულ შანსს ვერ ხედავთ ან ზურგს აქცევთ, გიბლოკავთ მამაკაცზე ფიქრები, ან მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც მიაქვს თქვენგან ენერგია და თქვენ აღარ გრჩებათ ენერგია, რომ წარმართოთ თქვენი წარმატებისკენ მისასვლელი გზა მარტივად და გირთულდებათ რაღაც მომენტში.
ამიტომ დროა გამოხვიდეთ აი აქედან, მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები და ერთი ნაბიჯი გადადგათ სიახლისკენ და წარმატებაც მოვა აუცილებლად. პირველებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან, მე დაგემშვიდობებით და აუცილებლად გელოდებით კომენტარებში დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს. მეორეებო, აბა მწვანე ავანტიურინის გული ვინც ავირჩიეთ. რა ენერგიებში ვართ? მეორეებო, ძალიან ხართ მიჯაჭვული თქვენ ან სამსახურს, ან ურთიერთობას, ან ახლობლებს, შვილებს, ოჯახს და შეიძლება გიჭირთ ახლა სადმე. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა საზღვარგარეთ წასვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან გიჭირთ წასვლა. ბევრი ხართ და ყველა ვარიანტს გავაჟღერებ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს სურს ოჯახთან ერთად წასვლა დასასვენებლად და სწორედ ეს არის ჩაფიქრებული აი აქ. მაგრამ მაინც მოდის ის ვარიანტი, რომ თითქოს იმდენად ხართ თქვენს ოჯახურ გარემოს ჩაბღაუჭებული, მიჯაჭვული, რომ გიჭირთ გადაადგილება. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მხოლოდ ოჯახით არის დაკავებული და საოჯახო საქმეებით სურს რეალურად წინსვლა ცხოვრებაში, სურს თავისი საქმის წამოწყება, შედგეს როგორც რეალიზებული ქალი, ჰქონდეს საკუთარი სამსახური და საკუთარი შემოსავლის წყარო, მაგრამ რაღაც მომენტში მიჯაჭვულია ოჯახის საქმეებს და უჭირს აქედან გამოსვლა. თუ რეზონირდა, განაგრძეთ ყურება მეგობრებო. მოდი ვნახოთ, თქვენ რა გიბლოკავთ წარმატებისკენ მიმავალ გზას? რა ბლოკავს თქვენს წარმატებისკენ მიმავალ გზას? მეგობრებო, თქვენ ჯერ კიდევ გგონიათ, რომ კიდევ უნდა ისწავლოთ რაღაც და მერე გადახვიდეთ აი ამ წარმატების გზაზე. თქვენ კიდევ ელოდებით რეზულტატს თქვენი ცოდნის. გონიათ, რომ აი არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ. და შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მასწავლებელსაც ეძებს, ან უნდა რაღაცის შესწავლა იმისთვის, რომ დაიწყოს თავისი საქმე. თქვენ აქ გბლოკავთ და ხელს გიშლით ის, რომ გგონიათ, რომ მზად არ ხართ და ცოტაღა გაკლიათ და მერე დაიწყებთ, მაგრამ რეალურად თქვენ უბრალოდ დროში წელავთ აი სიუხვეს, ბარაქას, თქვენს თავს აპაუზებთ და თქვენს წარმატებას აპაუზებთ ამით. არადა უკვე დიდი ხანია დრო მოვიდა, რომ მიაღწიოთ თქვენ წილ წარმატებას და სამყარო ამაში გეხმარებათ. უბრალოდ აქ მგონია, რომ თქვენ მაინც ისწრაფვით სრულყოფილებისაკენ. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანს შვილების მომავალზე აქვს აქ ჩაფიქრებული, შეიძლება ისეთები მიყურებთ, ვისაც გყავთ აბიტურიენტები და შეიძლება ეს თემა გაქვთ აქ ჩაფიქრებული. ვნახოთ, რა ბლოკავს თქვენს წარმატებისკენ მიმავალ გზას. რა ბლოკავს?
მეგობრებო, თქვენ წარმატებისკენ მიმავალ გზას ბლოკავს ის, რომ კომუნიკაცია ფართო მასშტაბებზე უნდა გახვიდეთ, უნდა გამოხვიდეთ აი იმ წრიდან, ჩაკეტილი წრიდან. აუცილებელია კომუნიკაცია უცხოეთთან, ინტერნეტით გაკეთეთ თქვენი სოციალური ქსელი, სადაც თქვენ საქმიანობის აფიშირებას დაიწყებთ, რას აკეთებთ, როგორ გინდათ გააკეთოთ, შემოიკრიფეთ თანამოაზრეები. აქ შეიძლება მამაკაცი გიბლოკავდეთ თქვენს, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს განქორწინება ან ქორწინება სურდეს და შეიძლება რაღაც მომენტში ჭიანურდება და ის ფორმალობები, საბუთები არ არის მწყობრში, ან შეიძლება თქვენ გსურდეთ განქორწინება და მამაკაცი გიშლიდეთ ხელს ამაში. თუ დაქორწინება გსურთ, შეიძლება მანძილია თქვენ შორის და აი ეს ბლოკავს. ნახოთ, მე ბევრ ვარიანტს ვაჟღერებ მეგობრებო, რადგან ბევრი ხართ თქვენ და ყველას 100%-ით ვერ მოერგება ეს გაშლა, ამიტომ ყველა ვარიანტს ვაჟღერებ, რაც მოდის. რა გიბლოკავთ წარმატებისკენ მიმავალ გზას, ან ვინ? ემოციურობა მეგობრებო, თქვენი ემოციები. ჩემთან მოდის ახლა ისე, რომ უცებ აინთებით მეგობრებო, თქვენ გიბლოკავთ თქვენი ხასიათი და რამ ხრივ უცებ აინთებით, გინდათ მოიძიებთ გზებს და მერე უცებ ჩერდებით. აპაუზებთ თქვენ თავს მეგობრებო, ნუ აპაუზებთ. აინთებით, ჩაქრებით. აინთებით, ჩაქრებით და აი ეს არასტაბილურობა აყოვნებს წარმატებისკენ მიმავალ გზას. რა აყოვნებს? ძალიან ბევრს ფიქრობთ მეგობრებო, ძალიან ბევრს აანალიზებთ. საკმარისია მეგობრებო ეს ანალიზი, თქვენ უკვე მზად ხართ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. ნუ ღელავთ, ნუ გგონიათ, რომ არ გამოგივათ, ყველაფერი გამოგივათ. თუ აქ მამაკაცს ეხება, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მიიღოს მამაკაცისგან წერილი ან SMS-ი, მაგრამ თუ აქ თქვენ გაპაუზებთ მამაკაცი და გინულებთ და სტიმულს გიკარგავთ თუ თქვენს წამოწყებაში, თქვენს საქმიანობაში, თქვენს წარმატებაში, მაშინ გირჩევთ, რომ ნუ მოუყვებით, თქვენი გეგმების შესახებ, რადგან ეს ენერგია მერე ძალიან ცუდად ბრუნდება, რადგან ერთი მისი სიტყვა, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს თქვენს წარმატებას, თქვენზე ძალიან ცუდად აისახება. ამიტომ მეგობრებო, თქვენ მიყევით თქვენს ინტუიციას, მიყევით თქვენს არჩეულ გზას. საკმარისია ეს გაანალიზება, საკმარისი გამოცდილება და სურვილი გაქვთ, უბრალოდ მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ აიხდინოს ის სურვილები და ოცნებები, რაც მას სურს. დაგემშვიდობებით მეორეებო თქვენს საუკეთესო სურვილებით, მომავალ გაშლამდე მე დაგემშვიდობებით. პირად კონსულტაციაზე კი მანდ მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ შემეხმიანოთ WhatsApp-ზე. დროებით, წარმატებები.